დღეს უწყვეტი პროტესტის 500 დღე შესრულდა თბილისში შაბათის მარში იმართება. ფილარმონიასთან შეკრებილი დემონსტრანტები პარლამენტისკენ დაიძრნენ. აქციის მონაწილეთა ნაწილი აღდგომის დღესასწაულს რუსთაველის გამზირზე შეხვდება. ირანის მაღალი დონის დელეგაცია პაკისტანში მთელი არსებით იცავს ირანის ინტერესებს და გაბედულ დისკუსიებს აწარმოებს. აცხადებს ირანის პრეზიდენტი ისლამაბადში მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების პარალელურად. ამერიკისა და ირანის დელეგაციების შეხვედრა რამდენიმე საათია დახურულ კარს მიღმა იმართება. ისლამაბადში მიმდინარე მოლაპარაკებების ფონზე ტრამპმა ჰორმუზის სრუტის გაწმენდის პროცესის დაწყება გამოაცხადა. მან ამ ქმედებას კეთილი ნება უწოდა და მსოფლიოს ქვეყნებს უსაყვედურა, რომ მათ არ ეყოთ ამის გამბედაობა. ტრამპის განცხადებითვე ირანი დიდი ანგარიშით დამარცხდა და მას აღარც ლიდერები შერჩა, აღარც ფლოტი და აღარც საჰაერო ძალები. ევროკავშირში მხოლოდ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე საუბრობენ. რუსეთისთვის კი სიტყვა არავის უთქვამს, ამბობს ლავროვი. რუსეთის საგარეო უწყების პირველი პირი ისევ იმეორებს, რომ რუსეთის უსაფრთხოების გარანტიების გარეშე ომი ვერ დასრულდება.